გაჩერებამდე ვიპოვე ჩემს საჭირო ავტობუსი, ანუ რომ მოვიდა, ავედი, ვიკითხე ეს არის თუ არა, მითხეს კი. შემდეგ ჩავედი, გადასაჯდომი ვიყავი სხვა ავტობუსში. იქ უკვე ხალხმა მკითხა, სად მივდიოდი, იმიტომ რომ ნახეს რომ ხელჯოხით დავდიოდი. ვუთხარი ნომერი, იქაც მითხეს რომ როცა მოვიდა ჩემი ნომერი. შემდეგ დამხვდა აქციაზე მივდიოდი ერთ-ერთზე. იქ დამხვდა ერთ-ერთი მონაწილე, როცა გადმოვედი ავტობუსთან, გაჩერებები ცხადდებოდა და ისე მივხვდი, სადაც უნდა ჩავსულიყავი. მე ამ აქციით, რა თქმა უნდა, ვიარეთ რაღაც ტერიტორია მარშით და შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ ჩამიყვანა მეტროში. ერთად ჩავსხეთ მატარებელში, ის თავის გაჩერებას ჩავიდა, მე გავაგრძელე გზა. მე სადაც მჭირდებოდა მოვედი, იქ დამხვდა უსინათლოებს უნდა შევხვედროდი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ არანაირ ტექნოლოგიებთან, ხმოვან პროგრამასთან და ერთ-ერთის მშობელმა დამინახა და მიმიყვანა იქ შეხვედრის ადგილამდე. იქ რომ მოვჩით საუბარს და გამოცდილების გაზიარებას, ამ მშობელმა გადამიყვანა გვერდზე ქუჩაზე და ჩამსვა ჩემს საჭირო ავტობუსში. რომდეც უკვე წავედი გაეროს დღეზე, სტამბაში, რუსთაველზე. რუსთაველზე დახვდა ჩემი ასისტენტი და უკვე იმან მიმიყვანა გაეროს დღეზე იმ ღონისძიებას და შემდეგ როცა მორჩა ეს ღონისძიებაც, იმანაც მატარებელს ჩამსვა, ის თავისი გზით წავიდა და მე ჩემით. ესე არის ხშირად ეგეთი დღეები მაქვს, როცა რამდენიმე ადამიანი ინაწილებს ჩემი გაცილების და დახვედრის პასუხისმგებლობას.